მოგესალმებით მეგობრებო, გამარჯობა, ეს არის ჩუხჩუხების მეხუთე ეპიზოდი, უკვე გავვლატავდით და მეხუთე ეპიზოდს გთავაზობთ და დღეს ჩემი სტუმარია საუკეთესო პიროვნების ძმა ალექსანდრე ჩირგაძე, იგივე ჩემი ძმა ალეკო გამარჯობა. აპლოდისმენტები დავუკარით. თქვენ გენაცვალეთ, გიორგი გილოცავ გადაცემას პირველად ვარ მე შენთან სხვათა შორის სტუმრად ასე და კაი ამბავია, კი გილოცავ ამ გადახურვებს და იმედია სხვა შოუებს არ დაემგვანებაი ყველა სახელებს რო. ანუ რამხრივ შოუ, იმის შოუ, ამის შოუ. არა, ეს არის ჩუხჩუხები და იმორისტული და რაღაცა ნატურალური იქნება და არა. იმორისტული, სოციალური, ალეკო იქ პრობლემებზეც ვისაუბრებთ. მე ვიცი კარგი ადამიანი ხარ. კი, ცოტას გავიცინებ ცოტა ის ეხა პროდიუსერებმაც მითხეს რომ ალექსანდრე უნდა იყოს ერთ-ერთი სტუმარი აუცილებლად და მე ისე მითხეს რომ ცოტა სერიოზულობა დაიჭირება და შინაურული საუბარიც იქნება რაღაცა კითხვები რაც მე არ ვიცი და შენ არ იცი და შემდეგ რა. როგორც ახში ვსაუბრობთ ისე? კი ბატონო, მაყურებელი, არა ვიცი, უკვე სხვათა შორის ბევრი გიცნობს, მინდა აღვნიშნო, რომ სადმე ქუჩაში რომ მივდიოდით მარტო მე რომ ცნობდნენ. ეხლა არის უკვე ისეთი ამბავი რომ კი, ყოფილა კიდეც რომ ფოტო გვინდა შენთანო, გიორგის ეგონა რომ ჩემზე იყო საუბარი, ანუ თავის თავზე და აღმოჩნდა ალექსანდრესთან უნდა ფოტო. ამ ცნობადობას იმიტომ გავუშვი ხაზი რომ მაყურებელს ასე თუ ისე გიცნობს და მაგრამ ვინც არ გიცნობს, გავაცნობ შენ თავს და ალექსანდრე ჩემი ძმა მეგობრებო. კარგად ელაპარაკ. წელს გავიყავით ალილოზე და ბესიაურის გუბერნატორი. კი, სხვათა შორის რაღაცნაირად ხო სტუმრებს წარდგენას უკეთებ და შენ TikTok-ერი ზოგიერთი TikTok-ერი რო არა ხარ TikTok-ერი ცოტა არის წინს რაღაცა ბიჭო ამას რომ მეუბნებდი. შენ იგი არა ხარ ბიჭო TikTok-ერი. ანუ TikTok არა ხარ უბრალოდ არ ტეხავს ახლა მაგრამ უბრალოდ არ ხარ. კაცო, მაგრამ არ ვარ ხა TikTok-ერი. კონტენტ კრეატორიც არის თქმის ამ შემთხვევაში თუ კი რაღაც კი კონტენტ კრეატორი უფრო შეიძლება შეგესაბამება ვიდრე TikTok-ერი ჩემი აზრით. არ ვიცი. ასევე ხარ გუბერნატორი. გუბერნატორი ვარ. თვით მარკია გუბერნატორი, მაგრამ რო გადავავლე თვალი კომენტარებს, ნამდვილი გუბერნატორს ბევრად ნაკლები მხარდამჭერი ყავს და სასიკეთო კომენტარები ვიდრე შენ. და ხო არ გიფიქრე ამ ყველაფერზე? არა გიორგი, სხვათა შორის, თუ მარტო ბესიაურში ვიქნები მე ამ ყველაფერში, თავმჯდომარეც, გუბერნატორიც, მოადგილეც და გამგებელიც შეიძლება. კაი, ბესიაურამდეც მივალთ. ეხლა მართლა არავის ეს ოფიციალურად არ გისაუბრი არავისთან, რანაირად დაიწყე? არასოდეს ჩვენ რომ მასაკავს თამაშობდით, 1-2 ძლივს ვათამაშეთ მართლა, ოღონ არანაირი სურვილი არ ქონდა და არანაირი ტელევიზიაში რამ ეგეთ სურვილები არ ქონია. და ერთ დღესაც უცებ ხედავ ჩემი ვიდეოებს აქ რაღაცა მილიონობით ნახვა. მაგნატოს ხელმძღვანელი გიორგი ჩირგაძე, საიწერებოდა იქ. მაშინ ბიჭებთან ერთად, ჩვენი მეგობრებს იყო, როცა გადანაწილდებოდა როლები, ხალხის გასაგონად ვამბობ გიორგი, იქან არ იყავი. როცა გადანაწილდებოდა როლები, ამას მე ვიტყვი, ამას მე ვიყავი ჩუმა ჩემთვის. მე იმით ღებულობდი სიამოვნებას, რომ შენი გამაცინებდნენ სცენიდან და ასე უფრო კაი იყო ჩემთვის ეს კომფორტულად ვცნობდი თავს. იყო 1-2 გამოსვლები ხომ მქონდა კი სცენაზე გადაცვა, არ ვეგდე სცენის ტვერი. კარგად. დავიწყე საიდან პარიზში ხო ვიყავით მე და დათუნა ბურცხვანიძე და ლაშა გედენიძე, ჩემი ძმაკაცები და იქ მოხდა ერთ-ერთი ვიდეო, გადავიღეთ, დათუნამ გადამიღო სხვათა შორის ეგ ვიდეო. სხვათა შორის დათუნას კაი ხელი აქვს. ამ გადაცემასაც დათუნა იღებს და ამ გადაცემასაც დათუნა იღებს და მოვქოქავთ. ხო და გამოვაჩინოთ ერთ დღეს ეს კაცი, მე გამოვაჩინე. არა, ეს სპეციალური გადაცემა იქნება, როცა დათუნა ბურცხვანიძე დათუნა ბურცხვანიძე ხალხს იცნობს ქუთაისში ამ ადამიანს, მაგრამ უფრო მინდა რომ შეხედოს, რომ კაი სიმპათიური ბიჭიც არის. ხო და გადამიღო ეგ ვიდეო, რაღაც წამეიანი ვიდეო, წამებიანი, ახლა გახდა პარიზი, ამის დედავატირეს ვამბობ, გადავდივარ მართლა პარიზში და ჩამოვედი, მე არ ვიცოდი, გავიდა რამდენიმე დღე და პანაშვიძე ვიყავი რა იმ საღამოს, როცა დათუნამ დადო ეგ ვიდეო, ჩემთვის არც უთქვამს რომ დადო, ხომ მქონდა გამორთული ტელეფონზე და იქ ეზოში ჭირის უფლებთან საუბრობდით რაღაცა ცოტა ისეთ სიტუაციაში ვიყავი და ხალხი მოდიოდა უკვე ხალხში გავარდნილია ეგ ვიდეო ეგრეთ წოდებული. მოდის და პარიზი ხო ახლა გახდა ხო პარიზი ახლა გახდა მაგრამ მეთქი რა კაი ვიყავი სიდღე პარიზში გასაგებია ვინ არ დადის ახლა პარიზში და რა თორმე ამ მოხერს ვიდეო არა უტვირთავს ბიჭო ის გასვენება იყო ორჯერ რომ დავარტყით და ხო გასვენებაში ვიყავით ჩვენი
ბაბუა ჩვენის ან ჩვენი ნათესავი იყო ბაბუა ჩვენის მხრიდან და მე მგონი მამიდათ ეკუთვნა მამულის მხრიდან რა მამა ჩემის მამის მხრიდან და ხო და მამა ჩემიც ვერ იცნეს და არ იცნობდა მამა ჩემი ხა იგივე დაგვაპატიჟეს და ჩვენ მე მამა ჩემი და ჩემი ძმები ვედით და წნერო დავარტყით ანუ წლის დარტყმის დროს ხო ტილილი არის ამ დროს მოვიდა შენი ესა და ეს ხალხი და არ იყო არაფერი არავინ არ შეგვიმჩნია ჩვეულებრივ დავარტყით ჩვეულებრივ იწე და მოგვერიდა ხა რაღაცა გავაგზავნე ქალბატონი გამოყვა ისა რა ქვია რომ გამოვედით რა პანაშვიდიდან გამოყვა ქალბატონი და უკაცრავათო ისა ვერ გიცვნესო შიგნითო და კიდე ერთხელ რომ შემოვბრძანდეთ თუ შეიძლება და გამოვედით მეორე წრეზე და მამამ რაც გააკეთა სვლა იგივე გავაკეთეთ ჩვენ მამაშვილი იქ გდავდექით და ვინ ხართო თქვენო და ჩვენ ასე ალექსანდრე ჭირგაძის ნაგრამი ვარ და მე იქ იგივე ხალმა გვანიშნო გიცნესო ან ლაიქ წვალეთიჩკა წვალე გაგიკეთდა და გავტარდით ცეფაში ხო და მე აქედან წამოვიდა რა მე ხო თარჯიმანი გახლავართ სამწუხაროდ რუსული შემომრჩა მარტო დაიწყეთ რუსული სიმღერების გაშარება დიახ გავაშარჯე ხო თავიდან იყო ნეჟდუნამი გარა და ასეთ სიმღერა არის და ჩემებური ვერსია შევთავაზე მაყურებელს თარგმანის და ავტოირთე თუ არა ეგ ვიდეო დავიძინე ცოტა ხანი მიძინებოდა გავიღვიძე და ჩემს თავს ხდება თავის აუცრება ალექსანდრე თოქ-შოუებში როყვები არ გავიცი ხო მართლა გეუბნება ის ძალიან ისე მოხდა რა არაფერი გათვლა არ ქონია მეთქე ამ ეს ვიდეო ისედაც ეხლაც რა სასიამოვნო ამბავია რომ ვიდეოს რო ავტოირთავ რაღაცა ათასობით ნახვა აქვს მაგრამ ზოგი რო უზის ვაიმე ლაიქი იმანდამა ლაიქა ამანქნა არა უბრალოდ თუ მოსაწონია და უნდა მოეწონოს ხავს მოეწონება თუ არა და შეგენაცვალე და წამოვიდა მე უკვე ფაქტიურად საქმიანობად გექცა ხო და შემარქვეს TikTok-ერი ალეკია და TikTok-ში იმდენად არ ახაშენ უფრო Facebook-ი შემოვში შეიძლება გავიდეს 2-3 დღე გულწრფელად ვიძახი TikTok-იზე შესვლა დამავიწყდეს კი ბატონო მე ახლა ეს ჩამოგიყალიბდა საქმიანობა და სხვათა შორის ალეკომ კაი საქმე დაიწყო ანუ ეს ვიდეოები გასაგებია და რაღაცა ვიდეოებს სარეკლამო მიმართულება აქვს და ეგეც გასაგებია ჩვეულებრივია კი ბატონო ეს გადაცემა რაშიც რა ვიცი კაი ხალხიც ჩაერთო ჩვენ ჩავერთეთ მე ჩავერთე და გიორგი ჩემი ოპერატორია კი ბატონო იქ კამერის უკან ვინც დგას და ვინც აჩენს ამჩენს იქაური დათუნა ფურცხვანიძე ვარ მე იქაური გადაცემის დათუნა ფურცხვანიძე ვარ მე და ჩადის გლეხებთან სოფლებში ადამიანებთან რომლებმაც არ მიატოვეს შეინარჩუნეს ბაბუა ბებიასეული სახკალი ეზო გარემო და რაღაცებს აკეთებენ იქ ქმნიან ანუ მაგალითებს აძლევენ იმისას ხვებს რომ სოფელში შეიძლება რაღაცის გაკეთება. კი ბატონო. და კაი გეგმები გაქვს და გვაქვს და იმედია გაგვიგზელდება ეგ კარგად ხო. პირაში ერთ გადაცემას მაინც შევთავაზეთ ზორს თუ არა. კარგი ხალხის დახმარებით დავიწყეთ ეს ამბავი და ხო, კი. ცოტა მოგეხსენებათ ეს დიდ რესურსებთან არის აქცენტი რო ახსენე მაშინ დათუნა ფურცხვანი ყველა ხაზი მიდის დათუნა ფურცხვანი კამერა რო გათხოვა დათუნა ფურცხვანის კამერით პირველი და აქედან რო გაისტარდა და ყველაფერს იღებს ეს ბიჭი ხო წვიმა გამოცხადებული გადაიღებ ხო მე ჯაბათვარა ეს ყველა იყო ჯაბათვარაძის რონინით დათუნას კამერით კიდე რა ქონდა მიკროფონებიც კიდე მიმახორეთ და მოკლედ ესე ნანათხოვარი ტექნიკით და მე შევისეთ რა და ნელ-ნელა რაცვალებად გასა კაი ალეკო ხო ყოველ მეორე მესამე ვიდეოში მაინც ახსენებ ბესიაურს ამას კომენტარი ვნახე და ვიღაცა დაუწერა ბესიაური მართლა არსებობსო დამოუთხა კი მე შიგნით ცხოვრობო ანუ არეგო ბესიაური ჩვენი სოფელია მართლა და სამწუხაროდ დაცლის პირას არის და პირას არის ხო დაცლის პირას არის მაინც კიდე 4 ოჯახი და დაიწყება რა მართლა 7 ოჯახია დარჩენილი და ბესიაური მე ვერ დავიკვეხნი მიყვარს როგორ არ მიყვარს მაგრამ ალეკამ რაც გააკეთა ბესიაურის აკეთებს რომ ახსენებ მინიმუმ ახსენებს მეტი ახლა უნდა გავუკეთოს ნუ მე ხო ნუ არ მიყვარს მართლა არსებობს თუ არა ახლა შენ სუთხარი არსებობს მართლაც ბესიაური ძალიან კარგად თქვი რომ უარესებიც მსმენია აი დედასკებიცები მართლა ხო ვატყობდი ადამიანს რომ გულწრფელად მართლა რომ ეკითხებოდა ბესიაური მართალია თუ საჭმელია თუ დესერტია ანუ არავინ არის ბესიაური ერთხელ ტაქსით მომიწია წასვლა ქუთაისიდან და არის ხონის სოფელია ისიც ახალბედისეული ქვია და ასე არასწორ გზასო და რადგან მეთქი რა შვებ შეგენაცვალე რატომ მიდიხარ ხო ტაქსისტემა ის ცნობილი ის არის რა ყველას არ ეხება რა თქმა უნდა შორი გზით რო იცოდნენ ადრე აპლიკაციებისგან ამ იქნებოდა
შორი გზას მოგატარებდნენ და დიდ ფულს გადაგახტებიან. მეთქი ამას ყوار აპირებს ეს ბიჭი და წავიდა ეგ რაღაცა 20 კილომეტრით, არა მეთქი აგერ არის ბესიაური ეგ ნუ მიდიხარ, არავინ არ იცოდა საერთოდ და ხო, მე შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჩემი დამსახურებაა, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა გაიცნო ბესიაური. ამას წინათ ქალბატონმა მომწერა, თვალით არ მყავს, მაქვს ნანახიო შენი სოფელი, არ ვიცი სად არისო. ეს არის ემიგრანტია ეს ქალბატონი და გეხვეწებიო ცოტა პატარა რაღაცა მიწა მაყიდინე მან შენ სოფელში რა პატარა სახლი ავაშენო, მე როცა ჩამოვალო აუცილებლად მინდა ეგ ამბავიო რა და. ბევრი მიწებია ჩვენთან მეგობრებო სოფელში და თუ დაინტერესდებით ნუ არც ისე ბევრი გიორგი, ეხა იმას თავის პატრონი ყავს, მაგრამ საცხოვრებლად, ანუ ისე მიწები კი, მაგრამ ეხა ჩვენ ქუჩაზე ყველას გადავიყვანოთ იქეთ და იმიტომ რომ მოეძალა, ხო იცი სოფელს ხალხი. კი, და პოდკასტები იქიდან ჩავწეროთ თათუნა მე რა სიტყვი შენ. რა იცი, გონიათ რომ სოფელი არის მარტივი ამბავი ასე და ეხა ყველას რაღაცა პანდემია რო იყო მახსოვს, ჩვენი ძმაკაცი ლაშა გედენიძე მირეკავს, წყალტუბოში ცხოვრობს თვითონ და ნუ მაშინ ხო სოფელს მიეძალა ხალხი და ჩვენც გამოვიკეტეთ რა კაი დრო იყო ის რა კარგად ქონდა მთავრობას დალაგებული ყველაფერი გიორგი მე ალეგო გაუცებული ვარ მე სადაც უნდა ხუნგურში რო გახსოვს რო ნებართვა რო ავიღეთ წასასვლელად ბესიაურიდან ხუნგურამდე 3 კილომეტრია და პურზე რო გადავსულიყავით მანქანად დავტოვეთ იქ სახში და ნებართვა ავიღეთ კაია იცი გაკონტროლებენ და ეგ იცის იმ ადამიანმა სად მიდიხარ და რატო მიდიხარ და ხო ანუ და ლაშამ დამირეკა მაგ პერიოდში მახსოვს ჩვენმა ძმაკაცმა ისაო ვინმეო ქათამს ხوار ყიდისო კვერცხსო დებდესო რა ისეთ ქათამსო პირდაპირ კვერცხსო რამდენი გინდა ლაშა ნუ ეხა თან სოფელში ვინ გაყიდი და მით უმეტეს ქალაქში არ უშვებენ ხალხს ისეთი პერიოდია ხო და ხო ისეთ პერიოდია და ლაშამ დამირეკა 3-4 დედალი მინდაო ქათამი ანუ ნახე როგორ წარმოიდგინა ლაშამ ეს ყველაფერი სოფელი ისე მარტივად წარმოუდგენია ესე ბუდეში გადაყოფს ხელს დადო იმან დილას კვერცხიო თოხლო კვერცხი შეჭამა და გააგდმენ დილას კიდე და მაღაზიაშიც რო გასულიყო თვითონ რა მაგრამ ვერ მოგართვი ლაშა ასე არ გამოდის სოფლის ამბავი რა სოფელში ძალიან რთულია ცხოვრება გიორგი შენ კი იცი კოვიდმა განსაკუთრებით კი ჩაკეტა მაშინ მაგრამ სოფელი უფრო გამოძრო ვიდრე ქალაქები რა ჩვენ ჩავიკეტეთ ჩვენთან სახლში წყალტუბოში და მოკლედ მიყვარს რა ჩემი ბესიაური და მინდა რომ ისე მოეწყო და ისე მოეწყოს სოფლის და ზოგადად ქვეყნის ამბავი რომ სოფელში ვიცხოვ. აუ ეს რაშვაში ახლა მაგრამ ის გამახსენდა ლაკია. ჩვენ დაგვემართა ერთად კოვიდი რა. აკრას ერთად ხო ვიყავით. ჩვენ ერთად ბაკურიანდა ჩამოვაბრძანე. კოვიდი თან ახალი წლის პერიოდი იყო თან ხო და 16 ბიჭს ეგ ზუსტად ბესიაურში ქონდა ყრილობა როგორც ხშირად ვიკრიბებით და ვიქეიფეთ და 16 ვერს გადავდე და მე ალეკო და კიდე ერთი ჩვენი ძმაკაცი გიგა გედენიძე. სხვა შორის ცუდი საჩამოკიტანია შენ. ხო დავრეკეთ დაგვიდასტურდა ეს ტესტები. სასტუმროში უნდა გადავეყვანე თუ კლინიკაში და უარი უთხარით რა, იმიტომ რომ აუ მე მას არ ვძნობდით სუდად უბრალოდ გითხეს რომ კოვიდი გაქვს და დაუჯერეთ ახლა ალბათ ქონდა რა ვიცი და ოჯახის ექიმი რო გყავდა ის ძალიან კაი ხო და ოჯახის ექიმი კარგად რაღაცა ჯიგრურად გვიკითხა და რა შვებით როგორ ახართ ხანდახან ყოველ მეორე დღეს და გავყავდით ნანახი ოჯახის ექიმი ერთი კვირა ესე გვიქნა ერთ დღესაც ის გითხა რომ მე 6 დღესო თუ რაღაცა უნდა გადაიღოთო ფილტვებზეო რა და ხო წავედით ნუ არ აქვს კლინიკაში ნელობა ქუთაისში არის ეს ამავე და მივედით ამ კლინიკაში და ერთი მეუბნება ეს ქალბა ჯერ მივედით კლინიკაში და თურმე ამ კლინიკის ქვედა სართულზე ხდება რაღაც პადვალივით იყო და იქ ხდება კოვიდიანების შედენვა და ჩვენ მივაჭერით პირდაპირ გავაგეთ კარები შევედით ბიჭები არავინ არაფერს და გისმეთ ბატონო და გვეუბნება ის გოგო და მეთქი კოვიდიანები ვართ და გვერიდე გადით გარეთ ეგრევე იყვი და გამოყარეს გარეთ და გავი საწავით და იქიდან შემოვარდით და შუშებიდან გვიძახეს შემოვარდით და შევედით და შეგვიყვანეს რა ვიცი იქ თუ არ დაგვემართებოდა კოვიდი სხვაგან სად დაგვემართებოდა რემონტი ქონდა ჯანდაბას შევედით და რენტგენი უნდა გადაგვიდეთ სამივეს გვაქვს ერთი დიაგნოზი და რენტგენზე უნდა შევიდეთ და შენ ეს შენ ის არა ხარ მე მეუბნებ შენ წამოდი კატეს გადაგიხი პარტივიც სამიყოლა კატეს მიიღებს და მეთქი ხალხმა რა დააშავა და ახლობლები არიან კი კაი მაგესაც ორი დაამატეთ დაგვაკატავეს გადავენ დაგვაკატავეს ყველას და კატე გადაგვიღეს და ძალიან მაგარი ხო რენტგენმა არ გაამო ძალიან მაგარი გზნობა იყო კაი ალეკო დაუბრუნდით ახლა ბესიაურს ესე რა წეგან რაღაცას გეკითხებოდი და ბესიაურის გუბერნატორი ხარ ახლა ოფიციალურად მე მოადგილე ყავს დატოვებული როცა გავდივარ იუმორში გავუშვი და მაგრამ ვიღაცაებმა მართლა ეს ახლა ჩვენ ხუმრობთ ამ ამბავზე რა თქმა უნდა და სერიოზულად ასე ღმერთმა გვაფიქროს იმ ჭკუაზე რომ დაგვაყენოს მაგრამ
ამ პოლიტიკაში მყოფმა ხალხმა, ბევრმა, ზოგიერთმა ჩვენმა ნაცნობებმა და ნაცნობის ნაცნობებმა მიიღეს ეს ამბავი სერიოზულად. არეკო და შენზე იყო ესეთი ამბები, აქციაზეც დაგინახეს, მეც დამინახე, შენ დაგინახე და ხო ნაციონალი რო ხარ ეგ. ხუთლარიანი მაქვს ჯიბეში და შეიძლება ნაციონალი. ხო, ხუთლარიანი უდევ ჯიბეში და ფული აქვს აღებული. და გუბერნატორის მოადგილე იძახისო და უკრაინის პრეზიდენტმაც მასე დაიწყო კომიკობდაო და მერეო პრეზიდენტი გახდაო და ეს ბიჭიო დაიმახსოვრეთო ერთს უთქვია იქ თორმე მასეო ხო ასე ნენელა შემოგივლით და მართლა გინდა პოლიტიკაში მოსვლა ბოლოს და ბოლოს თუ კაი გათვლები აქვს ისე რომ მე ხო გადავობ ხოლმე მე არასდროს პიროვნულად არავის არ შევხებივარ რა არასოდეს ვერ მეტყვის ეგ მაგრამ ეხა რო იძახი ხონისმერია კომაშია ალეკო გიორგი ხონისმერია რა არ გააკეთა ერთი მითხარი რა არ გააკეთა შენ სოფელში ხონისმერია რა არ გააკეთა სხვათა შორის აი დედას გეფიცები სხვათა შორის გიორგი ეხლა მთელი სოფელი დღეს ვიყავი სოფელში და ამას გულში წინაც ვიყავი და ხშირად დავდივარ იცი შენ და მთელი სოფელი იძახის არა დარწმუნებულად არა ახლა თებერვლის ბოლოს კეთდება გზა რაც თავი მახსოვს თებერვლის ბოლოს კეთდება გზა და შეოჯახა შენებულო მაისი თქვი შეცვალე ყოველ 12 ატრიალი ასე 12 თვე გაქცა და ატრიალი შეოჯახა შენებულო მაგრამ ამას რაღაცა გათვლას არ ვიცი ვერ მოუძებნა ჯერ ახსნა კრებები ხო ტარდება სოფლებში და ბევრჯერ მომივიდა გავიგე ხარი მალება არაფერი მომივიდა რა ასე კი არ უჭორავი მითხრეს გადაობის ამბავში რომ მერის წარმომადგენლები რო იყვნენ, იქ დაისვა კითხვა სოფლის მოსახლეობის მიერ, რა ბესიაურის გზაზე რა ხდებაო და მაგვი ალექსანდრე ჩირგაძემ დაგიგოთო. ან მე მგონი იმათაც გუბერნატორი გონი ვარ, მე მართლა გუბერნატორი გონი ვარ, ვიღაცის დანიშნული, ან შეთაშორის მართლა მისახედი სოფელია, მეგობრებო, კაი სოფელია ბესიაური და ამას გულით ვამბობ, რომ ბესიაური არა, კიდე ბევრი ისეთი სოფელია, რომელიც ასეთ პირობებშია და მინდა რომ ყველა სოფელს ეშვება. ხო, ანუ მე მარტო ბესიაურზე ძლიერი სოფლების გარეშე ქალაქი ვერი არსებობს. ქალაქი კარგია, მაშინ როცა სოფელი ყავს გვერდით, იმიტომ რომ ერთ დროს ჩვენი სოფელი იყო კაი სოფელი. გიორგი, აქ მარტო ჩემი სოფელი არ მოისასება, ხა მე მიყვარს და როგორ უყვარს კეიფი ჩვენთან ხალხს? ძალიან. დათუნას ფურცხანი, დათუნასაც ჩვენთან ბევრჯერ უკეიფია. გიტარიტადი სულ ჩვენთან და ავისასწავლი ამბები და მე მგონი დათუნას ბენეფისია დღეს. კი, სოლისტი გიგა ნიჟარაძე ჩვენი. გიგა ნიჟარაძე ჩემი ზვაგაცი. კი, გიორგი გედენიძე. და საუკეთესო სოლისტები ყავს. რა ვიცი, კეიფები და რა ვიცი, საცხოვრებლად თუ არა საკეიფო გებადიჟები. საკეიფო სულ ხო ახლა. საკეიფო სულ გახსნილი. ისე გიორგი შენ ხშირად ვერ იყავი ჩვენ. სამწუხაროდ თბილისში მებატეება და ერთ-ერთი ასეთი ამბავი მინდა გავიხსენო შენ არ იყავი მაშინ სხვათა შორის ერთ-ერთ შენ არ ყოფნაზე მოხდა. აი გიგა ნიჟარაძეს ვახსენეთ ეხლა გიორგი გედენიძე ხვიჩაუგრე ჩვენები რა ბიჭები აი გევრიელის აღამო გვაქვს როგორც ხშირი და როგორც წესი გვაქვს ზევართ მოვიდა ჩემი მეზობელი სოფლელი რა იქ ცხოვრობს ჩვენი ძალიან კარგი ახლობელი ბიჭი და დაჯდა და ჩვენთან სხვა ასეთი ტერმინები გვაქვს ეხლა სოფელ ზოგი მეუბნება რომ ასე ლაპარაკობ მართლა თუ სპეციალურად ნუ მართლა ეხლა ასე ლაპარაკობ სოფელში რა ბებია ჩემი ასე იძახდა ცეხლი ლამპა რაღაცა წუმა ბორწეული და ეს ფრაზები ბერწეული არის ეგ ყველგან ხო და ანუ ასე გარადი გარაღმა და სოფელში არის მორჩენილი ეს რაღაცები და მოვიდა ეს ბიჭი რა დაჯდა ჩამოჯდა ეს გიგა ნიჟარაძე სიგარეტს ეწევა ცოტა მოშორებით არის რა და ამას იცნობს კარგად რა ეს ხშირად ეხა დაჟედი გიგაო ეუბნება რა დაჟედიო ხო და მან ვერ მიხვდა ეს კალაკელი ბიჭია სოფელი არა აქვს ამას გიგას და კუთაისელი ბიჭია და ნუ ყოველ შემთხვევაში დაჟედის ვერ მიხვდა რა და დაჟედი უძახით ვერ მიხვდა ამან და ბოლო მიხვდა რა ცოტა ერთი 10 დაძახების მერე სკამი რომიცა ეს დაჟედიო რა და დაჟედიო და ამან უთხრა დააჭირე შრიფტცხელი და დავჭდებიო და სხვათა შორის ორი წელი გავიდა მის მერე და ჩათი გვაქვს ბიჭებს და შრიფტი ქვია მის მერე სხვათა შორის მოკლედ ბესიაური მალე გახდება პარიზი ან მსგავსი ველოდები კაი ალეკო ცოტა დასასრულკენ მივდივართ მაგრამ ცხოვრებაში პირველად უნდა დაგისვა ასე ოფიციალურად კითხვები მოგვიზადეს აგერ ბიჭებმა ოღონდ ერთმანეთის კითხვები არ ვიცით და რაღაცნაირად ვეცადოთ რომ ისეთი პასუხები გავცეთ ერთმანეთს ცოტა უხერხული კითხვები კაი შეიძლება მოკლედ თეთრი ფურცლებია შენი მწვანე ჩემი და როგორც უმცროსი ძმა ერთი წლით უმცროსი ძმა სხვათა შორის და დაიწყე სპექტაკლი გათვლებია თეთრი წყალი უმცროსის არის ესე იცოდი ბავშვობიდან და კაი აბა
მზადო მე. კონკურენტად მთვლი? ოპა! არა, სხვათა შორის, იმიტომ რომ ჩვენი მარო ხარ იმიტომ? არა, ჩვენი მიმართულებები, ეხა შენ რო კონდეს მანქანის ზეთის მაღაზია და მეც კონდეს მანქანის ზეთის მაღაზია, ავტომატურად კონკურენტები ვიქნებით, როცა ჩაქოლო, მე მგონი არ ჩავ. შენ სხვა მიმართულება გაქვს? მე გეკითხები თუ მთვლი თქო შენ. არ მთვლი, არ ხარ, არც ხარ და არც ვთვლი, რა ვიცი. ეს წარმოვიდგენია მეც. არა. არა და თავიდან მაგალითად ამძა. არა და რა გაიძმობა გვაქვს. კაი, შენი აზრით, ეს სხვათა შორის ადრე მე დამიშვა სახმაგისო. შენი აზრით მე უფრო კაი უმორი მაქვს თუ შენ? ეს თემომ დამიშვა იქნება თუ შენ ძმას უფრო კაი აქვს? კაი, მე გეტყვი შენ მაშინ, ხო? კი, ნახე გადაცემა მე რა, ვიცი და ხო, ეგ არის რა, რაც უპასუხე. შენ გაქვს შენი გამოსვლებით, ასე ვთქვათ, სცენაზე, ჩემი ძმა რო ხარ, იმიტომ რომ მე ყოველ შემთხვევაში მე ასე გძნობდი რა, ძალიან ბედნიერი ვიყავ და ძალიან თავისუფლად გძნობ შენ სცენაზე თავს და ძალიან მომწონს. მე დაგეთანხმები ალეკო, რომ იმპროვიზაციის უნარიც გაქვს შენ. მართლა მაგარი ვიყავი. ხო. მართლა რასაც ქვია? მართლა აგელაპარაკობდი, ხო. და ხო, ანუ ჩემი იუმორი სხვა ამბავია კაც, მე ცოტა ისე ვარ რა. ლაივი. ხო, რაც არის ეს აგიც კაპ ეგრევე. მე ზოგი მეუბნება, იქ მიწერენ კომენტარებში, რომ ისაო, შენ ამას ვინმე გიწერსო და რაღაცეები და ეს არავინ არაფერს არ მიწერს, ხო, იცი ეხლა რომ ასე რაღაც არ მომეწონება დღეს რაღაც ვიდეო ჩავწერე, არ მომეწონაც კაპ ეგრევე თქვი. კაი. ჩემი წვანეს მივაყოლებ და ეს არის. რამე თუ მოგიტყუებია ჩემთვის ცხოვრებაში და რა? ვაა, მოგერღი ალეგო, ახლა მე 7 კლასში ასას მატყუებდი. შეიძლება ბიჭო ვერ ვიხსენებ მართლა რა. რაღაცა მექნება ეხა უეჭველი მონატყუები, მაგრამ ჩვენ იმდენად, რა ვიცი, ეხა მართლა იმდენად გულწრფელი ძმობა გვაქვს და რაღაცა ისე ვართ, ისე მოვდივართ აქამდე. მე გითხრა რა მომატყუე, ოღონ არ იცი რომ შენაც არ იცი რომ მომატყუე. ჩემი საკონტროლოების რეული, თემების რეული იყო ესეთი, მე კარგად ვწავლობდი ასე თუ ისე, კარგად ფრიატოსების დაფაზეც ბოლომდე ვიყავი და ჩემი ეს რეული, ალეკო მე რაღაცა ვიწვალო, აგერ ჩემს გამზადებული და ჩემი რეული დაქონდა მახსოვს ტიტანიკი ეხატა იმას. საერთოდ ჩემი რამდენიმე კლასელიც სარგებლობდა შენი რეული გიორგი? 100 ფურცლიანი რეული იყო, 3 ძმა შიგნიდან გარედან ტიტანიკი და ამით ალეკო მოძრაობდა და ესე მითხა ერთხელო სკოლაშიო ვიღაცას ვათხოვეო კი დამჩავ და მე არ მომცაო და რაღაცა აიკარგა მე მგონიო და მე გავიგე რომ მამაჩემმა დაინახა თურმე ალეკო როგორ გადმოძრა სკოლის ფანჯრიდან სხვა ეგონა ვიღაც ბიჭი რომელსაც გადმოაგდო ეგრეთ წოდებული პატარა პაპკებს რო ვეძახდით ის მე მოაყოლა ჩემი თემების რეული ეგენი დატოვა და თვითონ წამოვიდა სახლში მე დააწვიმა და ათოვა და აი ესე კი ამოვძვერი სახლში ჩემი გაშინა არსებული ოფესტაოსანი სადაა კაცმარცი ამოვიღებ გაიხსენე ცხოვრებაში ყველაზე ცუდი ადამიანი სხვათა შორის ერთხელ იყო ასეთი შემთხვევა ერთად დაგვემართა და შენთვისაც ცუდია მაგრამ შეიძლება შენ არ გახსენდება ის კაცი რა ბავშვობის პერიოდი რო იყო და ავარია მოგვივიდა და ჩვენი ბრალი არ იყო მაგრამ ეს ძიმედ გვახსოვს დასაკითხად მიგვიყვანეს და საერთოდ გამლელმა პოლიციელმა ასე ავტომატიკ დაგოყენა თავზე და მინარიან ბიჭო ეგენია ეგინებოდა ეს ჩამჩა რაღაცნაირად რა ჩვენთან არაფერ შეხებაში არ იყო სხვა გკითხავდა მაგრამ პირველად აღმოჩნდით და ნუ იმენ რო ვთქვა ბიჭო ეგენი მასაკანელები არიან რაღაც შეთქე მე მასაკანელები და ხორები არ გინახე და დაგვაწყენა როგორ მეზიზღება იმის სახე ახლაც დღეს რამდენი წელი გავიდა ის რაღაც მუშაობს მეგონი ახლა მაგ ადამიანზე მაგრამ ახლა ძალიან ცუდად ჩამჩა რა ეს კითხვა იქ შეიძლება კაიცაა ცუდიც მაგრამ ეს კაცი იქნება ჩემი რო შეგხვდეს გზაში რასეთ ყოდი შენი დახმარება რო შეგხვდეს გავა ახლა დახმარება რო ჭირდება მაშინ პატარა ბიჭი ვიყავი და მე ვიცი შენ ხასიათი დაიხმარებ მაინც არ დაიხმარებ შევიცი ჩემი ძმა კაცებთან ერთად სხვა რამეზე ნერვიულობდი კაცი ცუდად იყო ვისაც დავიდა მოგვივიდა ხო ჩვენი მეგობრის მანქანით და ნერვიულობს ყველა და მან აქედან დაგვიმატა კიდე პატარა ბიჭებს და არა უშავს გიორგი მაშინ ქონდა ძალაუფლება ავტომატი ეჭირა ხელში და კაცი ეგრევე ცუდ ადამიანზე კაცი არ ქვია იმას ადამიანი ხო ხო შენზე ამბობენ ოტიას პაროდიას აკეთებსო და მართალია ბევრისგან გამიგია მე სხვათა შორის ოტია იოსელიანის პაროდიას მე არ ვაკეთებ გიორგი დავით შენ სწორი ამბანებს რაღაცა შენ აი წეგანაც ვამბობდი რომ სოფელში ჩვენთან არის ეგეთი რავი დიალექტი თუ კილო თუ რა ქვია მაგას კილოც არ ქვია მე მგონი რაღაცა ის
ყოფია. მაგ სტილში ვლაპარაკობ, ხო, მე მაგ სტილში ვლაპარაკობ მე და ჩვეულება ოტიას პაროდიას ნუ აკეთებ ბიჭო თუ მინდა ვერ გავაკეთებ, ვთქვათ რა ჟეტო ბიჭო შენ, ნაცნე. ხო, ოტიას ოჯახთან ძალიან ხო, ჩვენ პატარა ოტია ჩვენი მაგაცია მეგობარია. არანაირი პრობლემა ლიცენზიაც აღებული მაქვს ყველაფერი, მაგრამ არ ვაკეთებ მე ოტიას პაროდიას, მე უბრალოდ ჩემი ენით ვლაპარაკობ, ასე ჩემი რო გაბრაზდებით, თან ასე ვლაპარაკობ, თვალებს ქაჩავდა ეგ. მე მგონი ამოვწურეთ ალეკო რაღაცები მეც რომ აინტერესებდა, რაღაცები იქიდან შენ კომენტარებს რო უყურებდი, ხალხსაც რო აინტერესებდა ბოლოს და ბოლოს გუბერნატორია ისა და რაღაცებს გავეცით პასუხი მეგობრებო და რაღაცებს მე კიდე მოგიწევ ალეკო შენ მე ნეპოტიზმის ბესიაურში ნეპოტიზმი ალეკო ჩემს არა ბესიაურში გავაკეთე სტუდია, გაიქნება ზაფხულში. ბესიაურში გავაკეთე საზაფხულო სტუდიას აუცილებლად გავაკეთებთ და იდეარუმის პავილიონი გადავა მთლიანად იქეთ და იქეთ. ალეკო ძალიან დიდი მადლობა. აი ხან ძმებს შორის რა მადლობაზეა საუბარი, მაგრამ ეს გადაცემას უხდება რა. მადლობა პირიქით მოწვევისათვის და ფასებისათვის, ტაშისათვის. წარმატებებს გისურვებ ახალ გადაცემაში, რაც დაიწყე. და კაი საქმეს აკეთებ და გააგრძელებ ბოლომდე ესე. იმედია გამოგვიჩნდება ისეთ კეთილი ადამიანები, ვინც იმ გლეხებსაც გაგვახარებინებს, გიორგი, აქვე ვიტყვი, ვეძებთ რა, ეხლა თუ გამოჩნდება სურვილი ექნება ისეთ ადამიანებს, ვისაც ადარა ორი კაბიკის საშუალება აქვს და იქ ხელს წაგვიკრავს ამ გადაცემის გადაღებაში და ამაცინად რაღაც რომ მიუტანეთ გლეხს სასწაულად გაუხარდა, ხო? იმისთვის საერთოდ არაფერი არ არის ნივთი, მაგრამ გლეხისთვის არის, რა ვიცი, შეღავათი და მეც ვეძებ რომ დააკვირდი ალეკო აქ კედელზე დატოვებული მაქვს სპეციალურად სპონსორისთვის ლოგო და გასაგები. თუ იქნება, თუ არ იქნება, მაინც გავაგრძელებ, თუ იქნება უფრო ფული რა შვება. არა, ფულზე არ არის, თავალი აქ რესურსია. ხო. და რესურს მოითხოვს ალეკო და მოგე ძალიან დიდი მადლობა. გენაცვალე გიორგი წარმატებებს მური გადაცემა გამოგვივიდა და როგორც თავში გითხარი, მინდა გითხრა რომ ისეთი არ დაამგვანებ, იმედი მაქვს იმ რაღაცა გინებები რო არის და ჩემი და შენი და ახლა შეიძლება ხანდახან იყოს, მაგრამ ეს რომ მოუხდეს. კი არ ვაკნინებ იმას, ჩვენ მეგობრები არიან რაღაცა გადაცემებში, მაგრამ უბრალოდ არ მომწონს მე პირადად და ხალხსაც მგონია რომ არ მომწონს. წარმატებები შენ და გამოიწერეთ ეს არხი, გამოსაწერი. გამოიწერეთ სახაზავ მეგობრებო და არ წააგებთ. მიდი უცებ.